შეგახსენებთ დღეს რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის 157 წლის თავია. 1864 წლის 21 მაისს რუსულმა ჯარებმა თავისუფლებისათვის მებრძოლი ჩერქეზებისა და მათი მონათესავე უბიხების უმრავლესობა გაანადგურეს. ბრძოლის ადგილზე, რომელზეც ათასობით ჩერქეზი მეომარი დაიღუპა, მოგვიანებით მოსკოვმა კრასნაია პალიანა უწოდა. ბრძოლის შემდეგ იმპერიის ძალებმა ჩერქეზების სოფლებიც გადაწვეს, სიკვდილს გადარჩენილი 2467 ოჯახი კი თურქეთში გადაასახლეს. 1864 წელს გზაში ასეულობით ბავშვი, ქალი და მოხუცი დაიღუპა. 1864 წლის შემდეგ საუკუნენახევრის განმავლობაში ჩერქეზები უშედეგოდ მოითხოვდნენ მოსკოვისა და მსოფლიო თანამეგობრობისაგან გენოციდის აღიარების ფაქტს. ეს ისტორიული გადაწყვეტილება გუშინ მხოლოდ საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ქართულმა კანონმდებლებმა დოკუმენტს კავკასიური მცირე ერის გენოციდის შესახებ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მიხედვით ქართველმა კანონმდებლებმა მილიონობით ჩერქეზისათვის ლტოლული სტატუსის მინიჭებაც მოითხოვეს. ქართული კანონმდებლების მიერ დოკუმენტის დამტკიცებას პარლამენტში ის ჩერქეზებიც ესწრებოდნენ, რომლებიც საუკუნენახევარია დევნილობაში ცხოვრობენ. ფაქტების შესწავლაზე კანონმდებლები ექსპერტებთან ერთად ერთი წელი მუშაობდნენ. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტს სხვა ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებსაც გადაუგზავნიან.